ჩვენ რაღაცა გარკვეული პერიოდის წინ სულ ლაპარაკობდით და აქცენტს ვაკეთებდით ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რომელიც არის ძალიან მძიმე ფენომენი. საერთოდ ძალადობა მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ ადამიანისთვის დამახასიათებელი, მე თუ მკითხავთ სამუდამო და საშინელი თვისებაა და მე წინააღმდეგი ვარ, როდესაც ვლაპარაკობთ ძალადობასთან ბრძოლაზე, აი ამ ტერმინს რომ ხართ, იმიტომ რომ თავისთავად რაღაცა კონტრაგრესიულ მას შეიცავს. ალბათ ძალადობის დაძლევაზეა ლაპარაკი, ძალადობის შემცირებაზე. რა ვიცი, თუ საერთოდ გაქრება, კარგი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამას ეს პირი არ უჩანს. მოდით ძალიან რო არ გავაგრძელო, მე მინდოდა ცოტა მეტი, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი მწვავე ორ кейსს წაგიკითხავთ შემთხვევას და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ. ყველგან სადაც ვიყავით ჩვენ ამ საანგარიშო პერიოდში და ვიყავით ახლა ვაგეთყვით სად მონიტორინგს გულისხმობ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში 30 სახლი ვნახეთ, როგორც ამბობენ, დავამონიტორინგეთ 44-დან და კიდევ ვაგრძელებთ ამას, მაგრამ გვინდოდა რომ ანგარიში შესულიყო უმეტესობა და რაღაც სურათი ყოფილიყო. გარდა ამისა, მაღალმთიან რეგიონებში ვიყავით, სკოლებში, საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში, სოციალურ მომსახურებელ ოჯახებში ვიყავით, მოსახლეობაში შევხვდით ბავშვებს, მოსწავლეებს და სხვა. გარდა ამისა ვიყავით დევნილთა დასახლებებში, აი სკოლებში და საბავშვო ბაღებში, არ ყოფილიყავით საბავშვო ბაღებში, მინდა გითხრათ რომ ვაპირებთ, მაგრამ ჯერ არ ვიცით როდის. და აი ზოგადი სურათი არის ასეთი. ყველგან სუფევს. სკოლაშიც, ოჯახშიც, ეს იცით, ხო? ახლა რაც შეეხება სკოლას და ბულინგი ვახსენე და გავაგრძელებ. რაღაცა პერიოდის წინ ჩვენ დავიწყეთ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ლაპარაკი. სკოლაში და არა მხოლოდ სკოლაში, მაგრამ ძირითადად სკოლაში და საერთოდ ჩვენ ვიცით, რომ ბავშვის უფლებები ყველაზე მეტად სამწუხაროდ სახელმწიფო ინსტიტუციებში იყვება, განსაკუთრებით აი სადაც ბავშვები ცხოვრობენ საერთოდ და მათ შორის ბავშვები არ ცხოვრობენ, მაგრამ სკოლაში ძალიან სერიოზულად. და აი ესეთი იცით რა, ჩვენ არ დაგვითვლია სტატისტიკურად და კვლევა არ ჩაგვიტარებია და მე არ მივცემ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ თქვა, რომ ეს ნამდვილად ესეა და ჩვენ, მაგრამ აი რაც დავინახეთ, აი პირველ ზედაპირს რომ შევეხეთ, მაღალმთიან რეგიონებს გულისხმობ და შედარებას მათ შედარებას ქალაქთან, დიდ ქალაქებთან. დიდ ქალაქებში, სკოლებში უფრო გავრცელებულია ფსიქოლოგიური ძალადობა, ბულინგი. მე ესე დავინახე, ვერ ვამტკიცებ და ამიტომ ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, რომ ეს მხოლოდ რაღაცა ინტუიტური და აი შეხვედრების და შემთხვევების საფუძველზეა გაკეთებული. ეს დასკვნასაც ნუ დავარქმევთ ამას. ვარაუდი. და რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, ბავშვის ფიზიკურ შეურაცხყოფას, ეს არის როგორ გითხრათ, ლამის ჩვეულებრივი ამბავი განსაკუთრებით რეგიონებში და სკოლებში, აი სკოლებში ეს ჩაგუდებული და ცხურბლი ამის აღქმის, რომ ეს არის ფიზიკური ძალადობა, რომელიც აკრძალულია კანონით ბავშვის მიმართ, ხო? ეს ძალიან მაღალია ცხურბლი და ამის განცდა არ არსებობს. თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის მხოლოდ ვარაუდი. ეხლა მინდა ერთი არა, ორი შემთხვევა გითხრათ და აი ეს ორი შემთხვევა სადემონსტრაციოდ იმიტომ გამოვიტანე თქვენს წინაშე, რომ დავინახოთ ყველამ ერთად, როგორი მრავალპლანიანია შეიძლება იყოს ბავშვის მიმართ ძალადობა, გნებავთ ფიზიკური, გნებავთ ფსიქოლოგიური. ეს იყო 2012 წელი. ანა, ჯერ შეგიძლიათ ვიყავი და შენ ეს кейსი იცი. სახალხო დამცველს მომართა თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე. ეს კიდე ცალკე საკითხია, რომ არასრულწლოვანები თითქმის არ მომართავენ. აი მომართვიანება როგორც წესი არის მშობლების მხრიდან, ხა ბავშვს რომ სკოლაში წემენ, მოდის მშობელი, ხო? აი აქ თვითონ გოგონა იყო. მომართა თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლე, მე-11 კლასელი გახლავთ ეს გოგონა
და აი ესეთი განცხადება იყო, რომ მას ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მაისური თიშორტი ეცვა და ჯერ დამრიგებელმა შემდეგ დირექტორმა მიუთითეს მას, რომ ეს არ უნდა ცმოდა, არ ვიცი მაშინ უნდა გაეხადა თუ რა უნდა ექნა, არ ვიცი, მაგრამ ჯერ როგორც განცხადება შეეწერა, ჯერ ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემდეგ ფიზიკური. და აი გოგონა მოგმართა ჩვენ. სახალხო დამცველმა, ჯერ კიდევ ანამ, მიმართა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს ესეთი სიპი, ანუ სააგენტო, ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის საპასუხო წერილის თანახმად სკოლის დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვის უფლებების კონვენციის ძირითადი პრინციპების დარღვევას. თუმცა, აი ახლა ეს არის საინტერესო, არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით შემთხვევაზე შემდგომი რეაგირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. ჩვენ გავაგზავნეთ კიდევ იცით რა, სააგენტოში გავაგზავნეთ რაღაცა ერთი თანამდებობის პირთან და შემდეგ მეორეჯერ გავაგზავნეთ უფრო მაღალი თანამდებობის პირთან, საიდანაც მოგვივიდა ზუსტად იგივე პასუხი. დაახლოებით ესეთი პათოსი იყო, რომ რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ. გასაგებია, დაირღვა ბავშვის უფლებები, კი, შეიძლება ეს მოხდა, გეთანხმებით, მაგრამ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. უკვე დირექტორი და ადმინისტრაცია და ბავშვი და დამრიგებელი მორიგდნენ, ეს აზრია, ხო, ჩადებული. და ისევ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არ გართულდეს და შორს არ წავიდეს, მოდით დავანებოთ ამ საქმეს თავი. მე დაურეკე ამ გოგონას და ვუთხარი, რომ იცი რა, ჩვენ უკვე ვიცით ამის შესახებ, რაც მოხდა, რაც გადახდა შენ თავს ეს სამწუხარო ამბავი და ჩვენ არ გვაქვს უფლება, კანონით არ გვაქვს უფლება, რომ რეაგირება არ მოვახდინოთ. მაძლევ თუ არა შემეუფლებას, რომ გავაგრძელო ეს შენი საკითხის შესწავლა. მან მითხრა კიო, გაძლევო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ცოტა ხანში მოვიდა წერილი სკოლიდან და ეს წერილი გვეუბნებოდა ისევ იმას, რომ ჩვენ უკვე დავარეგულირეთ ეს საკითხი, მოგეთ მშვიდობიანად დასრულდა ეს ყველაფერი და სასურველია, რომ ისევ გოგონას ინტერესებიდან გამომდინარე არ გააგრძელოთ თქვენ და იყო გოგონას დედის წერილი, დაახლოებით ესეთი სულისკვეთებს დაგვანებეთ თავი და იყო თვითონ გოგონას წერილი, რომ შეწყვიტეთ ამ საკითხის შესწავლა. ეხლა მეორე შემთხვევა მინდა გითხრათ და ამით დავამთავრო. სხვათა შორის, აი მე ვამბობ, რომ აი მომართვიანება უფრო ქალაქში უფრო მეტია, მაგრამ აი დასავლეთ საქართველოდანაც გვაქვს საკმარისი რაოდენობის აი ეს საჩივრები, რომელიც ეხება სკოლაში ბავშვის მიმართ ძალადობას. ეხლა მე უკვე ჩვენ მე მგონი ვთქვით, რომ მე სულ როდესაც ვლაპარაკობ, გულისხმობ ბავშვის მიმართ ძალადობას უფროსების მხრიდან. და ეს სამწუხაროა, იმიტომ რომ ეს არის სოციალურად ძალიან გადამდები ქცევა, ხო? და როგორც წესი ბავშვი ამას იმეორებს, ეხლა დანარჩენი უკვე ფსიქოლოგია და არ გვინდა ესე რომ აწასვა, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვი ამას იმეორებს და რაღაც გარკვეულას აკამთებს, პირდაპირ იმიტაციას აკეთებს ამ ქცევის. იმიტომ რომ მასწავლებელი არის მისი ქცევითი მოდელი, სოციალური მოდელი. და მოგეთ აი ამას გეტყვით და ამითი დავამთავრებ და წინასწარ ვამბობ იმას, რომ აი ოდნავ შევეხეთ იმას, იმ პრობლემას, რაც ჩვენთან არის და იმ ტენდენციას, რაც ჩვენ დავინახეთ აი ამ მომართვიანობის საფუძველზე. ჩვენ მოგმართა მე-6 კლასელი დასავლეთ საქართველოდან მოვიდა ეს წერილი, მე-6 კლასელი ბიჭუნას დედამ, რომელიც განცხადებაში წერდა, რომ მის შვილს თუ მისი შვილი ცემა დამრიგებელდა. ცემა ძალიან სერიოზულად. და ნუ დავიწყეთ ახლა შესწავლა. პირველ რიგში გავგზავნეთ წერილი სკოლის დირექტორს, საიდანაც მოგვივიდა პასუხი, რომ იცით რა, ეს მასწავლებელი არის მოკეთ რაღაც
პრობლემების მქონე ადამიანი სხვადასხვა მოკლედ ძალიან მფარველობითი წერილი იყო და რომ ეს ბავშვი არის ძალიან რთული ბავშვი. არა და იცით რა კანონი საერთაშორისო ზოგადი კომენტარი ბავშვის უფლებების კონვენციის თავის ერთ ადგილას არეგულირებს ამას, რაც არ უნდა არასწორად ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, რაც არ უნდა ცუდად და მიუღებლად მოიქცეს ბავშვი, მის მიმართ ფიზიკური ზემოქმედების გამოყენება ყოველად გაუშვებელია. და აი რა მივიღეთ ჩვენ ხო შემდეგ გავაგზავნეთ იმ რაიონის რესურს ცენტრში, საგანმანათლებლო რესურს ცენტრში წერილი და მოგვივიდა ესეთი პასუხი, რომ მომხდარში იკვეთება როგორც მოსწავლის მხრიდან დისციპლინური ნორმის დარღვევა, ასევე მასწავლებლის მხრიდან უფლებების გადამეტება. აქედან გამომდინარე რესურს ცენტრი აძლევს რეკომენდაციას სკოლას, რომ მსგავსი უთანხმოების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენოს კანონით მინიჭებული სახდელები დისციპლინური გადაცდომისთვის, როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის მიმართ. ანუ აი ეს თანაბარი პასუხისმგებლობა ჩანს აქ, რომ იმასაც ეხება თანაბრად. ნუ მე გაირკვა რომ ეს ყმაწვილი, ხო, დედამ, რომელმაც დაგვირეკა, ასეთი რამ გითხრა, რომ ბავშვს აქვს ნევროლოგიური პრობლემები, როგორც ჩანს, ნერვული სისტემა არ აქვს წესრიგში და არის ну, შეიძლება ზედმეტად ელქი ჰიპერაქტიული და სხვადასხვა და ალბათ რაღაც დააშავა, რასაკვირველია. მაგრამ კი, ადგილი ქონდა ამ ბავშვს იმას, რომ მასწავლებელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ეხლა ეს ძალიან შორს წაგვიყვანს ეს ამ შემთხვევების განხილვა და ერთი რამ მინდა მხოლოდ თქვა და ამით ვამთავრებ, ჯანა. კი ბატონო, გნებავთ სკოლა, გნებავთ განათლების სამინისტრო, შესაბამისად რესურს ცენტრი, ხო? რაღაც დისციპლინურ სახდელს გამოიტანს, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად დაჯდის მასწავლებელს, ხო? ეს არ მგონია, რომ იყოს გამოსავალი. ეს არის მხოლოდ გამწვავება არა, მაგრამ აი ლოკალურად მოგვარება საკითხის. ასე რომ ეს პრობლემა არსებობს და ალბათ დისკუსიაში გამოჩნდება რა შეიძლება იყოს თქვენი აზრით გამოსავალი. მე კი გეტყვით ბოლოს მხოლოდ ერთს, რომ ჩვენ რეკომენდაციაში ეს ერთ-ერთი თავია ძალადობა სკოლაში, რომელიც ჩვენ ანგარიშისა, რომელიც შევიტანეთ პარლამენტში ახლა და ერთ-ერთი რეკომენდაცია არის ასეთი, რომ სკოლაში ჩამოყალიბდეს ძალადობის დაძლევის სტრატეგია, პოლიტიკა, რა ვიცი, გნებავთ წესდებაში, გნებავთ დებულებაში. აღმოჩნდა, ხო, 2008 წელს იკვლია სახალხო დამცველმა, რამდენად არის გათვალისწინებული სკოლის პოლიტიკაში ძალადობის დაძლევის სტრატეგია, ხერხები ან მოკლედ რაღაც საშუალებები. და აღმოჩნდა სრულად ამანგრეველი პასუხი. ხა ეს საერთაშორისო კვლევა იყო. ISPA არის ესეთი სკოლის ფსიქოლოგების საერთაშორისო ასოციაცია, რომლის კითხვარითაც იკვლევდა სახალხო დამცველი ამ პრობლემას, მხოლოდ მასწავლებლებთან მქონდა ეს გამოკითხვა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ არის სრულად გამაოგნებელი, აი საერთოდ არ იყო ეს 2008 წელს ვამბობ და არ ვიცი ხა შეიცვალა თუ არა, მე განცხადებების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ დიდად არაფერი შეცვლილა. გამაოგნებელი იყო შედეგი, რომელიც მათემატიკურად შემდეგ ეს გავაგზავნეთ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არის ასე ვთქვათ, მთავარი ოფისი ამ ორგანიზაციის და იქიდან მოვიდა ასეთი პასუხი, რომ სრულად ესე იგი გაუგონარი შედეგი გაქვთ, საერთოდ არ გიფიქრიათ ამ თემაზე. ჩვენ გავაკეთეთ ასე ამ თემის გარშემო ორი ფოკუს ჯგუფი ამ ეტაპისთვის, ანუ რაც გადახელოთ მოვასწარეთ, ეს იყო ორი ფოკუს ჯგუფი ბავშვებთან, რომლებიც ხმა წარმოდგენილი სხვადასხვა სკოლებიდან, ჩვენ რა თქმა უნდა შეგნებულად არ ვასახელებთ, რომელი სკოლებიდან იყვნენ ეს ბავშვები. წარმოდგენილი იყო ძირითადად ბავშვები საჯარო სკოლებიდან, თბილისის სხვადასხვა უბნებიდან,
და ასევე ერთი კერძო სკოლაც იყო ჩართული, მოსწავლეები ერთად იყვნენ მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები. ფოკუს ჯგუფში იყო ძალიან ბევრი თემა გაერთიანებული, ვეკითხებოდით მოსაფრთხო სკოლაზე, ძალადობის შემთხვევებზე და ასე შემდეგ. თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ბავშვებს ასე ვთქვათ, თავისი დინებით მიყავდათ ეს პროცესი. გამოიკვეთა ძალიან ბევრი თემა და ბევრი საკითხი და რა თქმა უნდა ამოვყრიბეთ ყველაზე ასე ვთქვათ მსუყე საკითხები, რომლებზეც ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაცია მოგროვდა. ეს პირველი საკითხი იყო, გვაინტერესებდა ჩვენ თქვათ რამდენად თვლიან ბავშვები, რომ სკოლა საერთოდ არის უსაფრთხო გარემო და ასევე ვეკითხებოდით, რომ თქვათ საგრძნობ თავს უსაფრთხოდ, რა არის თქვენს უსაფრთხო, რა არის თქვენს უსაფრთხო სკოლა და ასე შემდეგ. ხოლო მცირე ნაწილმა აღნიშნა, რომ სკოლაში ისინი ვსწრებენ უსაფრთხო თავს, ყველა ძირითადად ასახელებდა, რომ სახლი არის პირველი და ფაქტობრივად ერთ-ერთი გარემო, სადაც ისინი ყველაზე დაცულად გრძნობენ თავს. აი ხო რამდენიმე მონაწილემ დაასახელა, რომ თქვათ სკოლაშიც ასეთი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ბავშვებმა ასევე აღნიშნეს ერთი საკითხი, რაც სასიამოვნო იყო, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორია დილაობით როგორც წესი ასეთ ისე კონტროლდება, ანუ ვიღაც ადამიანი გადის და თქვათ გარეთ ეზოს ტერიტორიას უყურებს, თქვათ ვინმე სხვა სკოლის ბავშვი ხო არ არის შემოსული, ან თქვათ უცხოვინმე ხომ არ ტრიალებს და ამაზე ამბობდნენ, რომ ძალიან კარგია, რომ ეს მოწყვება. ასევე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გამოიკვეთა, ჩვენ ვეკითხებოდით მოსწავლეთა უფლებების შესახებ, იცით თუ არა თქვენი უფლებები. ეს ერთხმად პასუხი იყო, რომ არა, არ ვიცით, ან მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვს საკუთარ უფლებებზე და არც მოვალეობებზე. ძირითადად ამბობდნენ, რომ მასწავლებელი როცა შემოდის, ის გვეუბნება და ხაზს უსვამს იმას, რომ მას რა უფლებები აქვს, მაგრამ ჩვენ არავინ არ გვეუბნება ჩვენი უფლებების შესახებ. ასევე იყო რამოდენიმე მოზარდმა დაასახელა, აი ციტირებას ვახდენ, რაღაც მოსწავლის კოდექსი, რომელიც ასე უბრალოდ გაუგიათ, სადაც მხოლოდ ის წერია თუ რა არ უნდა გააკეთოს ბავშვმა. მაგრამ ამასაც ასე ვთქვათ, ყური ჰქონდათ მოკრული და მეტი ინფორმაცია ამის შესახებ არ ჰქონდათ. და მას ამბობდნენ, რომ ნამდვილად ძალიან კარგი იქნება, რომ ჩვენ ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და ასე ვთქვათ, სად არის ჩვენი უფლებები და ვალდებულებები და სად არის მასწავლებლის. ასევე გამოიკვეთა ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი საკითხი, რომ საერთოდ ბავშვები მოცემულ მომენტში ვერ ხვდებიან, ვინ არიან საერთოდ ეს მანდატურები, რას აკეთებენ, რა ფუნქცია აქვთ. ესე ორივე ფოკუს ჯგუფისთვის ფაქტობრივად დისკუსიაც კი წარმოვიდნენ, იმიტომ რომ იძლეოდნენ სტრუქტურულად განსხვავებულ პასუხებს, ვიღაცა ამბობდა, რომ მანდატურები არიან უსაფრთხოებისთვის, ვიღაცა პირიქით ეცემა და ასევე ამბობდნენ, რომ მანდატურები არიან მასწავლებლების დაშინებისთვის, ვიღაცები ამბობდნენ, ესენი არიან ბავშვების დაშინებისთვის. და საერთოდ ამბობდნენ თვითონ, რომ მანდატურებაც კი არ იციან, რას აკეთებენ, თვითონ რა ევალებათ ისიც არ იციან, ამ დროს ამბობდნენ, რომ ჩვენს მიმართ მათ არანაირი უფლება არ აქვს. და ასევე აღნიშნავდნენ, რომ მანდატურები ძალიან ხშირად ერევიან უხეშად სასკოლო პროცესში, მაგალითად თქვათ, შეიძლება მასწავლებლის რაღაცა ჟურნალში აღრიცხვის დონეზეც კი ჩაერიონ და საგაკვეთილო პროცესს ძალიან ხშირად ხელს უშლიან. ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გამოიკვეთა და რაც ძალიან ბევრი ელაპარაკეს ბავშვებმა ესახებოდა, რა თქმა უნდა, ძირითადად მასწავლებლებს და რაც ძალიან აწუხებთ არის მათი ასაკი და კონკრეტული რეკომენდაციებიც კი მოხდეს ამაზე, რაც ბოლოს ვილაპარაკეთ, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. რომ უმეტესობა მათი მასწავლებლების არიან გაშუალო ასაკის გადაცილებულები, არ აქვს გადმოცემის უნარი, შეიძლება თქვა კარგი მასწავლებელი იყოს, როგორც თვითონ ამბობენ, დირექტორის გადმოცემით, მაგრამ არ აქვს გადმოცემის უნარი და არ შეუძლია ბავშვებთან პარიტეტული ურთიერთობის დამყარება, არის ძალიან ავტორიტარული და ასე შემდეგ. ასევე ილაპარაკეს ბევრი დამრიგებელზე და დამრიგებლების ფუნქციებზე, თუ რა უნდა აკეთოს დამრიგებელმა, ასევე ამბობდნენ, რომ ძალიან დამრიგებლები ხშირად ძალიან ხეშები და კრიტიკულები არიან მათ მიმართ და საერთოდ თვლიან, რომ მას უმეტესობა ბავშვების თვლიდა, რომ დამრიგებელი არ უნდა ასწავლიდეს მათ კლასს არაფერს, ან უნდა იყოს რაღაც გარეშები, ადამიანი, რომელიც არის მასწავლებელი, არ იქნება არასდროს შემფასებლის როლში და ყოველთვის ახსენებს ჟურნალის და მხარდამჭერის პოზიციაში იქნება. და ისევ აი მასწავლებლების თემას რომ დავუბრუნდეთ, მასწავლებლების მხრიდან მოზარდების ძალადობა, ასევე გამოიკვეთა კიდევ რამდენიმე საკითხი. ძალიან ხშირად ბავშვები ამბობდნენ, რომ როდესაც გარკვეული დაპირისპირება ხდება მოზარდების შორის, მასწავლებლები ჯერ ერთი საერთოდ
ფიზიკურად იქ არ არიან ძალიან ხშირად, ანუ ესეთ შემთხვევები ხდება ხშირად კლასში, იმიტომ თქვა დერეფრებში კამერებია, ან თქვა სკოლის გარეთ, სადაც მასწავლებლები ფიზიკურად ვერ ახერხებენ ამის დანახვას, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა თქვა შეიძლება მასწავლებელი ამ ფაქტს შეესწროს, აცილებას აკეთებს და იგნორირებას უკეთებს ამ შემთხვევაში და ძალიან იშვიათი შემთხვევები დაასახელეს, როცა მასწავლებელი ჩარეულა და თქვა უცდია რომ ეს მოეგვარებინა. ან ძირთად იგნორირებას უკეთებს მასწავლებელი და ასევე გამოიკვეთა ის, რომ მასწავლებლები ეს სიტუაციებში არიან საკმაოდ უნაროები, ასე ვთქვათ, არ იციან როგორ დამართონ ესეთი სიტუაცია და იყო რამდენიმე შემთხვევა მოყოს ბავშვებმა. ერთ-ერთი ესეთი შემთხვევა იყო, რომ რაღაცა შედარებით მცირე კონფლიქტი იყო მოსწავლეს შორის, რომელზეც მასწავლებელმა ასე ვთქვათ, მასწავლებელმა სრული იგნორი გაუკეთა. ეს იმიტომ რომ აი იმ სწორედ მასწავლებლის რეაქციის გამო მიაღწია მშობლების ყურამდე, მშობლები ჩაერინენ ძალიან უხეშად, ძალიან დესტრუქციული სახე მისცეს ამას და აი მე ჟარგონი რომ ვთქვა, საქმის გარჩევამდე მივიდა სკოლაში ეს ყველაფერი, დამბრიგებელი აბსოლუტურად დამბრიგებელი ვერანაირად ვერ დაარეგულირა ეს პრობლემა და კონფლიქტი ბევრად უფრო გამწვავდა საბოლოო ჯამში. და ასევე კიდევ ბავშვები იმას ლაპარაკობდნენ, რომ ძალიან ხშირად ესეთ სიტუაციაში დამრიგებელი პირდაპირ გარბის და რეგავს მშობელთან, მოყავს მშობელი და აღნიშნავდნენ, რომ არანაირად არ ცდილობს დამრიგებელი რაღაც თავისი რესურსით რომ მოაგვაროს ეს პრობლემა და ეგრევე ჩარევს მშობელს და რა თქმა უნდა კიდევ უარესი შეიძლება იყოს შედეგი, იმიტომ რომ მშობელმა შეიძლება დასაჯოს ბავშვი და კიდევ უფრო გართულდეს მდგომარეობა. რამდენიმე ნაწილად დავყავით აი ის ძალადობის ფორმები, რომელსაც მასწავლებლები ახორციელებენ ბავშვებზე. ეს ერთი ყველაზე დიდი ნაწილი იყო სიტყვერი შეურაცხყოფა, რომელზეც ყველა მონაწილე ამბობდა, რომ ეს არის აბსოლუტურად ძალიან ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრების წესი და სკოლის ყოველდღიური რუტინა. სიტყვერი შეურაცხყოფა არის ერთად, ორ ნაწილად იყოფა ბავშვების მიმართ და შემდეგ როგორც წესი გადაიცხოვეთ მშობლებზე. აქ ეს ჩავყარეთ ბევრი მაგალითები, მაინც ამ ციტატები ხუჩურიდან. რამდენიმეს გავაჟღერებ, მოთხოვნა იყო ჩემი კოლეგების რომ გაგვეტენა სამწუხაროდ. შენმა მშობელმა ორი ქვა უნდა იხაროს თავში, როგორ გინახშენ რომ ყავხარ. გაკვეთილზე თუ მასწავლებელი გაკვეთილზე თუ გაგეცინება დებილს იდიოს და გამონათლებას გეძახის, ან დახეული ჯინსი თუ გაწვია, ესე გეტყვის სახში პატრონი არ ყავს, ანუ ყოველთვის ირიბად აპელირება ხდება მშობლებზე და სხვა შორის ნამდვილად აი თითქმის ყველა მოზარდი აღნიშნავდა, რომ დახეული ჯინსები არის რაღაცა ძალიან აქტუალური თემა, იმიტომ რომ ძირითადად უმეტესობას აწვია დახეული ჯინსები და ეს არის მუდმივი სადისკუსიო თემა და შეურაცხყოფის საგანი მასწავლებლების მხრიდან. ჩემ კლასში მასწავლებელი ერთ ბავშვია გადაკიდებული და ორფეხა ცხოველს ეძახის. როგორც ვერ უნდა იტანდეს მასწავლებელი იმას თუ როგორ აცვია ბავშვს, ან თუნდაც შავი და წითელი მანიკური რომ უსვია, ეშმაკი არ უნდა დაუძახოს და ტყავის ელასტიკზე ეშმაკის მოციქული ხარ. ჩემთან ერთი ქალი არის, რომელიც გაშთულ თმაზე გვეუბნება ცუდ ენერგიას გაძლევთ, რომ მე ეს ენერგია მიდის როელში და ვერაფერს ვერ წერთ. ეს ბოდვანა. სასაცილოა, ანუ თქვენ წაგიткვის სასაცილოა. ინსტიტუცია აქვს ესეთი და ხარს უჭერს. ხო, ანუ საერთოდ ტრაგიკომიკულია. მასწავლებელი რო გიჩხუბება გაღიმებული სახით ხომ არ შეხედავ და ესე გვეუბნება ხოლმე ესეთი არითვალებით დედაშენ შეხედავ. ზოგიერთ მასწავლებელი ამბობს, რომ ეს კრეტინგა მშობლები და ახეთ გასწავლიან ჭკუას. ერთი ცალკე კლასელი ყავს და ყველა მასწავლებელი გადაკიდებულია, სულ მშობლებს ულანძღავენ. ხო, აი ეს კიდევ ის მნიშვნელოვანია. ჩვენ ყავს ეგეთი მასწავლებელი გაკვეთილზე რომ შემოდის, ესე გვეუბნება, გაიხედეთ მარცხენა მხარეს თქვენ ეშმაკი გაზით, გაიხედეთ მარჯვენა მხარეს თქვენ ანგელოზი გაზით. და ნუ ეგეთი რაღაცა. ჩემი მასწავლებელი მარტო ოჯახის წევრებს არ აყენებს შეურაცხყოფას, ერთი კლასელი ყავს ებრაელია და წინა პარასკევს ესე გვითხრა, ყველას ქრისტიანულ შაბათ კვირას გისურვებ, რა თქმა უნდა შენ არაო, ებრაელ გოგოს მიმართა. მე თითქოს ყველა მასწავლებელი ეგეთი მყავს, ზოგი ძალიან პატარა, ზოგი ძალიან დიდი, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა საშინელია. კიდევ ერთხელ თუ გავიგებთ გავს შემთხვევაში ტუალეტებს გაგახეხინებთ, რომ ასე დამოუკრება რაღაც ფიზიოლოგიის შორის.
ეს აქ არის ბევრი მაგალითი უბრალოდ მე ბევრი დრო ვარ წავიდეს ამაში. ეს იყო კიდე დაშის მეთოდი აქვს რომ ბავშვები აშიმშილონ ეგრე ბევრჯერ ვარ დასჯილები და ბევრს ღვთიოდა მუცელი და გაკეთილებზე ისე ვიჭერთ რომ კინაღამ ვიდირეთ. ანუ ბავშვები რაღაცა დააშავეს და დიდ შესვენებაზე მასწავლებელმა არ დაუშვა 15 წუთიან შესვენებაზე ლანჩის დროს ასე ვთქვათ. აშიმშილო და ეს იყო რამდენიმეჯერ მოხდა ესეთი შემთხვევა. აი ეს არის სხვადასხვა სკოლებიდან არის შეჯერებული. ხო ეს ყובה ერთ-ერთმა ბავშვმა რომელსაც თქვა თავის სკოლაზე ამბობდა რომ რამდენიმეჯერ იმ სკოლაში ეს მოხდა. know-how. და ისეთი საერთო შემთხვევა რომ გაახეთინეს და ალერგია მოხდა. ხო, ეს ერთი ესეთი შემთხვევა იყო ისტორიულ ტუალეტის გახსნებაზე, რომ დამრიგებელმა ერთ-ერთი მოსწავლე და მარტო დატოვა გაკუთილების შემდეგ რომ ამ ბავშვს მერხები გაიხეხებოდა და დაჭრაფილი იყოს მერხები. ამ ბავშვის მიერ არა როგორც ეს მოზარდი მოყვება და ის სახეხი ფხვნილი რომელიც მისცა რაღაც სპეციფიკური ფხვნილი ამ ბავშვს ჰქონდა ამაზე ალერგია და უთხრა რომ მე ამიტომ არ გახეხავ იმიტომ რომ მაქვს ალერგიაო. რა თქმა უნდა დამრიგებელმა არ დაუჯერა და გაახერხინა მას და დაახლოებით 15 წუთში ბავშვი წავიდა გული იმიტომ რომ მართლა ძალიან ცუდად გახდა ამ ფხვნილზე. ანუ ესეც იკვეთება და ამაზეც ლაპარაკობდნენ რომ აი ესეთ სიტუაციაში დაუჯერებენ აუცილებლად მასწავლებლებს ჩვენ არ მოგვისმენენ ანუ ჩვენ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს როდესაც ჩვენ ახლა ბავშვები ვართ და მით უმეტეს თუ ცელფი ბავშვი რამეს აშავებს ხო გამორიცხულია რომ იმას ვინმე რამე დაუჯეროს და ერთ-ერთმა ბავშვმა ასევე მოყვა რომ რომელიღაც თავის მეგობარზე თავის კლასელზე მოყვა რომ ერთ-ერთ მასწავლებლებს სუყვირო და ამ ბავშვებს ჩააგააკეთა ჩანაწერი აუდიო ჩანაწერი და რაღაცა დირექციამ მიაღწია ამ ჩანაწერმა იმის დასაწყისებლად რომ ძალიან ეუხეშებოდა შეურაცხყოფას აყენებდა მასწავლებელი ბავშვებს და შედეგად მოყვა ის რომ ბავშვი გარიცხეს სკოლიდან და მასწავლებელი გადაიყვანეს სხვა კლასში. ანუ აი ჩარჩოში პროპორციულობა ხო ეს პროცესი კიდევ ანუ აი ეს ძირითადი ხარისხულობა უფრო იყო ვერბალური შეურაცხყოფის გარშემო კიდევ იკვეთება ბავშვებზე ხელით შეხება ანუ ცემა ნამდვილად ჩვენ ფოკუსში ცემა რასაც ეს თქვა ძალიან ეს ფიზიკური დაპირისპირება აქვს მაგრამ ხო აი ერთი ეს კანსაცმელზე მოკაჩვა უფრო წენა ჩქმეტა და ერთმა ბავშვმა თქვა რომ მე რაღაცა ძალიან გაბრაზდა მასწავლებელიო და აი ციგზე დამარტყმევინა თავი ესეც ციგზე ხო აი ესე როგორც ანუ ბავშვები როგორც ამბობდნენ არ ვცემენ მაგრამ თვითონ არ ვცემენ მაგრამ აი ციგზე თავი დამარტყმევინა აი ახლა ესე კი არ ვცემს მაგრამ შეიძლება წარმომარტყას თუ შეიძლება მე კომენტარები და მოგონებები ხო გთხოვთ კიდევ ხშირი არის მობილურის გამორთმევა და რამდენიმე საათის მერე დაბრუნება მე ერთი შემთხვევა იყო ესეთი რომ ბავშვს გამოვართვა მასწავლებლმა მობილური და მხოლოდ მეორე დღეს დაუბრუნდა ბავშვს მობილური მხოლოდ მშობლის დარეკვის შედეგად რომ ბავშვმა დარეკა და რაუფლებით გამოვართვით ჩემს შვილს მობილური და ამ შემდეგ დაუბრუნდა და ხშირი ესე მობილურების გამორთმევა დამოხრება გადაგდებით კურსასმენების გამორთმევა იმიტომ როგორც ის ხშირად ბავშვების შესვენებებზე უსმენენ მუსიკას და რამდენიმე მოზარდმა მოყვა რომ კურსასმენები გამოართვეს და გაუწყვიტეს და ნაგვისყურში გადაუგდეს კიდეც. ეთნიკური ან რელიგიური ნიშნის დისკრიმინაცია მაგალითად მოვიყვანეთ როგორც ესეც არის საჯაროდ შერწყმენა განსხვავებული ჩაცმის სტილის გამო აი თქვა იგივე დახეული ჯინსი და ასე შემდეგ მასკულინური ან ფემინური გამოვლინების გამო დისკრიმინაცია და სპეციალურ ჭალში პროგრამიდან რომ თუ თქვა შეიძლება იყოს ბავშვები განსხვავებულად ეცვას ისეთი აქსესუარი ეკეთოს რაღაცნაირად შეიძლება ფერადი ტანსაცმელი ეცვას ბიჭს ან ნებისმიერი რაიმე ესეთი თქვა ხდება უკვე დისკრიმინაციის და დაცილის საგანი ერთი კიდევ მნიშვნელოვანი საკითხიც გამოიკვეთა საგაკვეთილო მასალის ჩანაცვლება რელიგიური თემებით ბავშვები ამბობდნენ მაგალითად რომ თქვა ჩვენ ყავს მასწავლებელი და შემოვა და გაკვეთილის მაგივრად რელიგიაზე ველაპარაკება ასევე დასახელდა ესეთი შემთხვევა რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაკვეთილზე ბიოლოგიის მასწავლებელმა თქვა რომ მე ეხლა მარხვა და ამ თემას ეხლა ვერ გავივლით და თქვენ წაიკითხეთ გამოვიდეთ
და ასევე ხელოვნების გაკვეთილზე ერთ-ერთი მოზარდ როგორც მოყვება ხელოვნების მასწავლებელი შესთავაზობს ხოლმე ბავშვებს თუ არ გინდათ გაკვეთილი მაგალითად ავიკითხოთ ბიბლია და უკითხავს ბიბლიას ყველი ღრიალი ეს მონად გასდევს ამ პროცესს დაუმსახურებლად ნიშნების დაწერა როგორც ასე ვთქვათ პოზიტიურად ისე ნეგატიურად ან დაკლება ნიშნების და ისე როგორც ვთქვათ კარგი მოსწავლეების ავტომატურად მიმომატება და ასე შემდეგ ბავშვებს ამოჩემება ნუ ესეც ცხადია შეიძლება პოზიტიური ნიშნით ამოიჩემოს და ამაზე ვთქვათ ერთ-ერთი მოზარდ მოგვითხრა კიდეც რომ ეს თავის თავზე ამბობდა რომ ვთქვათ აი მე მაგალითად კარგი ფულები როცა მაქვს ჩემზე ხდება მუდმივად შედარება რომ აი შეხედეთ ამ მოსწავლეს მაგალითად და ეს სამწუხაროდ მე ძალიან ხშირად ბულინგის ცხოვრება შეიძლება გახდნენ ესეთი ბავშვები სწორედ იმიტომ რომ რაღაცა დაპირისპირებას იწვევს ეს ბავშვებს შორის კიდევ ეს ცალკე საკითხი რომ ბულინგის საკითხი რომელზეც ბავშვებმა ბევრად უფრო დიდი რაოდენობით ინფორმაცია მოგვაწოდებს მასწავლებლებზე და მასწავლებლების მხრიდან ძალადობაზე უფრო ნაკლები ილაპარაკებს თვითონ აი ბულინგზე მაგრამ დაასახელეს კიბერბულინგი რომელიც საკმაოდ გავრცელებულია და როგორც ახლა ძალიან ხშირია Facebook-ზე სხვადასხვა ჯგუფთამცინავი ჯგუფების შექმნა, დაკომენტება, ფოტოს დადება, კომენტარის გაკეთება და ასე შემდეგ. ამოჩემება ეს სტოკინგი ვიხმარით სპეციალურად იმიტომ რომ ეს არის შედარებით ყველაზე უფრო სიტყვა რომელიც ყველაზე უფრო მეტად მდგება როდესაც ამოჩემებაში ერთიანდება კიდევ ძალიან ბევრი ამჟამად გავრცელება იყო შემთხვევა როდესაც ერთი მოზარდი მეორეზე აი სტოკინგს აწარმოებდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რაღაც რამდენიმე თვე გრძელდებოდა ეს პროცესი ფეხის დაუდო შემთხვევით შედეგადაც ამ ბავშვატურის შერყევა მიიღო და მოგეთ იმ მდგომარეობამდე კლასის დაუპირისპირა სრულად და ეს ბავშვი გადავიდა იმ სკოლიდან იძულებული იყო და გადასულიყო რომ ვერანაირად ეს პრობლემა ვერ მოგვარდა რა თქმა უნდა მასწავლებელმა და ვერ მასწავლებლმა ვერავინ ეს პრობლემა ვერ გადაჭრა წერილების დაწერა მაგალითად იყო ესეთი შემთხვევა რომ კლასმა მებრაელ გოგოს მიწერა წერილი რომ შენ აქ არ უნდა იყო თუ შენი ადგილი აქ არ არის ანუ აქ გინებდნენ ასე ვთქვათ რომ ის მოსწავლე არ უნდა ყოფილიყო მათ კლასში დამაკნინებელი დამამცირებელი მეცახელით მიმართვა ეს არის ძალიან გავრცელებული ძალიან ხშირია დაცინვა ფიზიკურ ნაკლზე ეთნიკური ან რელიგიური დისკრიმინაცია და ფიზიკური დაპირისპირება უმეტესად კლასში ან სკოლის გარეთ. თუმცა თქვა ეს უფრო ნაკლებად იყო, იმიტომ რომ თვითონ თქვა დანარჩენი ბავშვები როდის კლასში არიან, თქვა ისეთი რაოდენობით ბავშვები ვერ ხედავენ ამ ფაქტებს, იმიტომ თქვა ეს მიმდინარეობს სკოლის გარეთ, სადაც ბავშვები ცდილობენ რომ ვერ დაინახონ მასწავლებელმა ესეთი შემთხვევები. ეს კი ჩვენ აი ამ სწორედ ამ ბულინგთან დაკავშირებით ეს პრობლემები რო ჩავატარეთ, მე ვიდისკუსიეთ კიდეც რომ აი რატომ მოხდა ესე რომ ძალიან დიდი რაოდენობით არის ხო მასწავლებლების მხრიდან ძალადობის ფაქტები და თქვა ნაკლებად არის უფრო ბავშვები ნაკლებად ყვებენ ამ ბულინგზე და მე ვფიქრობ თქვა საერთოდ ორი მიზეზი შეიძლება იყოს ამისი ესე იგი ერთი არის ის რომ ძალიან მაღალი ამასაც ბავშვებს ძალიან მაღალი ტოლერანტობა აქვთ ერთმანეთის მიმართ და ძალიან მაღალი კრიტიკა აქვთ უფროსების მიმართ, ანუ აი უფროსებზე ხდება სულ აპელირება რომ აი მასწავლებლები თქვა ამას აკეთებენ, მასწავლებლები ესე გვექცევენ და აი ეს თქვა ძალადობის შემთხვევები ბავშვებში არის რაღაცა ნორმალიზებული და გაჯერებული, რახან ყოველდღიურ პროცესში არიან ჩართულები და რაღაცა ეს არის უფრო ნაკლებად სენსიტიურები არიან და უფრო მიმღებლები არიან ამის მიმართ. ეს შეიძლება იყოს ერთი მიზეზი, ან მეორე შეიძლება იყოს ის რომ თქვა აი ფოკუს ჯგუფის მეთოდში ეს იმდენად რაღაც რთული თემა და იმდენად აი ჩართულები არიან პროცესში შესაძლოა იქ ხერპლიც იყო და თქვა მოზალადეც იყო, მაგრამ ფოკუს ჯგუფში ყოველ შემთხვევაში ეს ამაზე უფრო მეტად არ გამოვლინდა, თქვა ვიდრე ეს მონაცემები იყო. ბოლოს მოზარდებს ვკითხეთ რომ რა რჩევებს მისცემდნენ დიდებს, უფროსებს თქვა რომ სკოლა იყოს უფრო უკეთესი და უფრო კომფორტული გარემო ბავშვებისთვის. აქაც ძირითადად იყო მასწავლებლებზე ლაპარაკი, მასწავლებლების მიმართ იყო რჩევები. მასწავლებელი რომელიც მოდის სკოლაში და უნდა რომ მასწავლოს ბავშვებს თავიდანვე შეაფასონ, ანუ აი ძალიან უმეტესობამ გამოთქვა ეს აზრი რომ გაიარა ფსიქოლოგიური ტესტირება, ანუ არა მარტო ცოდნა შემოწმდეს მათი, არამედ სხვადასხვა უნარები როგორ შეუძლიათ თქვათ ბავშვებთან ურთიერთობა, მოძალადე არის თუ არა ეს ადამიანი და ასე შემდეგ.
გამოცდილება აქვს თუ არა ბავშვებთან ურთიერთობის და ასევე შემოგთავაზეს რომ იმუშაოს რაღაც პერიოდით მასწავლებელმა, რამდენიმე თვე, გამოსასწრელი პერიოდი და შემდეგ მოხდეს გადაიხედოს ასე ვთქვათ მისი კანდიდატურა იმისთვის რომ აიყვანონ თუ არა სამსახურში. და ბოლოს ოდნავ ოპტიმისტური ნოტით დავამთავრო. ბოლოს ვკითხეთ რომ ყავს თუ არა საყვარელი მასწავლებელი, რომ საკმაოდ ძალიან ნეგატიური იყო, მთლიანად ეს ნეგატიურად მოპარაკობდნენ. და საბედნიეროდ შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველა მასწავლებელი თქვა რომ ერთი ძალიან საყვარელი მასწავლებელი მაინც ყავთ და ეს ძალიან იმედის მომცემია, მაგალითად ერთმა ამოზარმა აღნიშნა რომ დიჟდები ჩემი ქართლის მასწავლებელი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან შემოქმედებით უდგება სასწავლო პროცესს, დგამ სპექტაკლებს, მიმართავს დისკუსიებს და ასე შემდეგ და ამიტომ ეს ძალიან კარგია რომ ამ განმავლობაში მაინც ყოველში არიან მასწავლებლები, რომლებიც ყველა ბავშვს ძალიან უყვარს. ბავშვები არიან საოცრად აქტიურები, როგორც ხედავ, თუნდაც ის რომ ისინი ამბობენ რომ დამრიგებლის ფუნქცია არ უნდა იყოს შეფასება და არ უნდა ასწავლიდეს საგანს, ფაქტიურად ერთ-ერთი აპელაცია რომ დაიცვას დამრიგებელმა მათი საუკეთესო ინტერესებით. მეორე მხრივ სწორედ ხედავენ ამას, რომ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც არაფასებს და უბრალოდ ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე სკოლაში. მეორე ალბათ რაც ძალიან პრობლემურია ის არის, რომ ძალადობა ხდება იქ, სადაც თქვა ბავშვებს შორის. პედაგოგი ამას ვერ ხედავს, მაგრამ როცა კი ხედავს, აიგნორებს, რაც ნიშნავს, რომ ან ვერ ცნობს, ცნობილობის ღვიძლი ძალიან მაღალია და ან არ იცის როგორ მოიცეს და უნარჩვევები არ აქვს რეაგირების, რომ მართოს ეს სიტუაცია. ანუ პირდაპირ ბავშვების ასე ვთქვათ ეს გაზიარება პირდაპირ რეკომენდაციებზე გადის, ისე რომ ოპტიმიზმის საბაბი ალბათ ძალიან დიდია აი ბავშვებიდან გამომდინარე. თუმცა დიდი პრობლემა ის არის, რომ ფაქტიურად ის მარეგულირებელი დოკუმენტი, კოდექსი, ვიცი ამ კოდექსს ამბავ, ხო არ ვიცი ზუსტად რა ქვია, შინაგანაც ეს თუ რაც ბავშვების მშობლების და პედაგოგების მონაწილეობის გარეშე მიღებული დოკუმენტია და არის ნეგატიურ ენაზე. და ფსიქოლოგიაში ვიცით, რომ არ ჩაარტყა, როცა წერია, თქვა, არ აღიქმება, იმიტომ რომ აბსტრაქტულია და ფაქტიურად აპროგრამებ ძალადობაზე ამხელს. ხო, ნუ შეიძლება ჩარტყმა იქ არ წერიას, მაგრამ ანუ ეს ნეგატიურად ფორმულირებული კოდექსი, რომელიც მათი არ არის, არ იმუშავებს არასოდეს. ანუ ესეც ფაქტიურად რეკომენდაციაზე გამყვანი ფაქტია. პირველ რიგში უნდა მოგახსენოთ, რომ ესე ორ სკოლასთან ორ სკოლაში ჩავატარეთ ეს ფოკუს ჯგუფი, რომელისგანაც თითოეული არის საკმაოდ საინტერესო, რომ ერთი სკოლა არის ასე ვთქვათ უპრეცედენტო ჰუმანისტური მიდგომის მქონე კერძო სკოლა, ხოლო მეორე სკოლა არის ასე ვთქვათ ძალიან საწინააღმდეგო მიმართულების, საწინააღმდეგო ჰუმანიზაციას არ გულისხმობ ტენდენციაში უბრალოდ ძალიან პრაგმატულ ხირებულებებზე დაფუძნებული სკოლა და პირდაპირ მათი დავესწარის შეგნებულად ამ ღია კარის დღესაც, სადაც პირდაპირ ისმოდა მესიჯები, რომ ძირითადი არის მიღწევები და ასე შემდეგ და ამის შემდეგ ისინი ყურადღებას აქცევენ დაუშვათ თვითონ სასწავლო პროცესის დაუშვათ ემოციურ მხარეს, მიდგომის მნიშვნელობას და ასე შემდეგ. ძირითადად ფოკუს ჯგუფის მონაწილეები იყო მე-9 და მე-11 კლასელი მოსწავლეები. პირველი რაც უნდა თქვა ალბათ არის, რომ ძირითადად ყურადღება გავამახვილეთ პრობლემებზე, რომელიც სკოლაში არსებობს და თვითონ ის დეტალები დავუშვათ, რომელიც ტრანსკრიფტის დროს გამოიკვეთა, შესაძლებელია რომ ნაწილობრივ დისკუსიის დროსაც განვიხილოთ, ის კარგად დავუშვათ, რასაც ვერ ჩავარდეთ ამ დროში. პირობითად იმისათვის, რომ ინდივიდუალური და ორგანიზაციული ანონიმურობა და შეგვენარჩუნებინა დავაფიქრეთ სკოლა A და სკოლა B. პირველ რიგში არის ის, რომ მოსწავლეები რაღაც ერთგვარ ამ წინააღმდეგობრივ რაღაც კონტრადიქციულ შეფასებებს გამოხატავენ ორივე შემთხვევაში, გასაგები არის, რომ ალბათ ცალსახად დადებით და უარყოფით სკოლები არ არსებობს, იმედი გვაქვს. შესაბამისად სკოლა უკაცრავად პირველი თუ მეორე. ანუ ლიბერალური ამ შემთხვევაში ეს არის პრაგმატული სკოლა, ბჭყალებში დავარქვათ, სკოლა, რომელიც გერმანული პედაგოგიური კონცეფცია რა არის, ერთის ან მეორე? აი ამ სკოლის შემთხვევაში პედაგოგიური კონცეფცია ნამდვილად არ არის ცხადი არც ჩემთვის, უბრალოდ მე როგორც აღვიქვი, მათი მიდგომა არის პრაგმატული.
რაღაც შედეგი აი რას ნიშნავს პრაგმატული მიდგომა? ხო, ცოტა სიამოვნებით გავარჩიოთ ეს საკითხი. გმადლობთ, ალბათ ძალიან სხვა ერთი-ორი ინდიკატორის მოცემა თუ შეგვიძლია, თუ ინდიკატორები არ აქვს ინტერპრეტაციული იქნება და მაშინ უბრალოდ გავაგზავნოთ პრეზენტაცია. ნუ მაგალითად დიაკარის დღეზე ძალიან რამდენჯერმე გაისმა ადმინისტრაციის მხრიდან, მათი მიზანი არის ყველაზე კარგი მოსწრების მქონე მოსწავლეების გამოდნობა, აი რაღაც ესეთი ტერმინი იყო, რომელიც გულისხმობს, რომ რის ხარჯზე მიაღწევენ ბავშვები დაუშვათ ამ და მაღალ შედეგებს სასწავლო პროცესში ეს ფაქტიურად არ ჩანდა შედეგზე ორიენტირებული პრაგმატული სკოლა, რომელიც უკან არიხებს დაუშვათ მოსწავლის გარიცხვის საკითხზე ძალიან ადვილად თანხმდება, ხოლო მეორე სკოლის შემთხვევაში პირიქით ძალიან დიდ ხარდაჭერას უცხადდებენ მოსწავლეს უკიდურეს დონემდე თუ არ უნდა და საერთოდ ეს რო არც ყოფილა ეგეთი შემთხვევები ძალიან ხანია რომ გაიწყოთ მოსწავლე. ანუ როგორც გავიგეთ თუ შეიძლება სკოლებზე. მე მგონი ახლა უკვე გასაგებია შედეგზე ორიენტირებული და პროცესზე ორიენტირებული სკოლა. ეს არის ინტერპრეტაცია მკვლევარისა, იმიტომ რომ ეს გამოკვლეული არ ყოფილა. ამ სპეციალური კვლევის საკანონმდებლოში, რაც სკოლას თვითონ არ აქვს ექსპლიციტური კონცეფცია ჩვენ სინამდვილეში. საბოძიებული იქნება პროპორცია სკოლისგან. ცხადია, მე შევისწავლე მათი ვერტულებიც, ცხადია, როგორც ვთქვათ, დავესწავლე დიაკარის დღესაც და ისედაც ვფიქრობ, რომ ადამიანები ვერტე შეიძლება განსაზღვროთ ერთობის პროცესშიც რაღაც მოდოვანი მოხაზი გავა. მე რეკომენდარები თუ შეიძლება ვაცალოთ, რომ მოხსენება დაამხატოს. სიამოვნებით გავაგზავნოთ ეს ყველაფერი ალბათ დისკუსიის რეჟიმში თუმცა გადავალთ შემდეგ. ეხლა თუ შეიძლება უბრალოდ მივაქციოთ პრეზენტაციას. ანუ ძირითადად ბავშვები რაც საუბრობდნენ ამ სკოლაში, რომელიც როგორც აღნიშნე არის უფრო პრაგმატული მიდგომის მქონე სკოლა, იყო ის რომ სკოლაში მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოება ძალიან მაღალ დონეზეა შენარჩუნებული თუ ასე შექმნილი, სკოლაში არის გარკვეული ფსიქოემოციური დაძაბული გარემო. თუ რატომ ამასზე მოგახსენებთ? პირველ რიგში ის რომ საკლასო ოთახებს გააჩნიათ ეგრეთ წოდებული ფორტოჩკები, რომელშიც ნებისმიერ დროს შეუძლია კონტროლერს შეიხედოს, რომელიც მათ ყავთ, ამით ქვია მანდატური სხვა სახელი აქვს, მაგრამ ძირითადად ეს ძალიან არ ღვევს ასე ვთქვათ სასწავლო პროცესის რაღაც ისეთ ინტიმურობას, რომელშიც ბავშვი ცნობის მოყარებით შეიძლება უსმენს ამ საინტერესო მასწავლებელს, საინტერესო ინფორმაციას, მაგრამ ამ დროს შეიძლება ყურადღება გაეფანტოს და ისედაც ზოგადად დაიღოს ის საკლასო ატმოსფერო, რომელიც მათ აქვს აი ფორტოჩკიდან გამომდინარე. მეორე შემთხვევაში ესე იგი მათ ახსენეს რომ არის სერიოზული პრობლემები სკოლაში, რომ აქვთ ინფორმაცია რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები ატარებენ ცივი სკოლებში და მათ შემდეგ სლაიდში დაინახავთ უკვე თუ რატომ აქვთ გადამეტებული კონტროლის შეგრძნება, რომელიც დაკავშირებული არის ვიდეო კამერების მუდმივად ჩართულობასთან და მე მუდმივი კონფრონტაციის პროცესთან, რომელიც ჩნდება ხოლმე მიმართვა და დაუშვათ დაძაბული ურთიერთობების დროს მასწავლებლის და მოსწავლეების შორის, რომ აი თუ რომელიღაცა დაუშვათ რაღაცაში არაზუსტია, რომ წავიდეთ ადმინისტრაციაში, ამოვიღოთ კონკრეტული ვიდეო კადრები, განვიხილოთ და ასე შემდეგ. იყო საინტერესო გამონაკლისი, ასე ვთქვათ, კერძო პრობლემა, რომ სკოლა არის პრაგმატული სკოლა არის ისეთი სკოლა, რომელშიც ყველაფერი ფასიანია და წყალიც კი არ არის უფასო და ერთ-ერთმა მოსწავლემ სერიოზული შივლი გამოთქვა, რომ მას ძალიან წყურო და ერთ დღეს, მაგრამ ვერაფრით მოახერხა სკოლა ისედაც გადატვირთულია, ბევრი მოსწავლე სწავლობს და ბუფეტში არ იყო, სადაც უფასო წყალი შეიძლება მოეპოვებინა ცხადიდი რიგის გამო და საერთოდ არ ქონდა მას ფული და წყალი ვერ დაგიგდა. ვფიქრობ, რომ ესეც ერთგვარი სიმბოლოა, თუ ჩვენ ამას შევხედავთ რაღაც სიმბოლური თვალსაზრისით, ავიღოთ, რომ წყალი იყიდება სკოლაში და ორს არ ქონდა. ასევე მოსწავლეების სიჭარბის გამოჩნდება მრავალი პრობლემა სკოლაში, მოსაკვეთთან დაკავშირებული ის, რომ ბავშვები შეიძლება იქნან აღიზიანებულები გაკვეთილზე იმის გამო, რომ განკმაყოფილებელია მათი ბაზისური მეთვალყურებები დაუშვათ და ძალიან შეცდომა პატარა, ანუ ვიდეო ჩანაწერებზე მასწავლებლების ხაცივებულად ადვილად მოიწურება ხელი, ვიდრე მოსწავლეებს. და კონკრეტული მაგალითები მოიყვანეს, როდესაც და კერძო შემთხვევებში ამას განვიხილავთ.
როდესაც ბავშვებმა მოითხოვეს საკლასო ოთახში გაკვეთილის პროცესში, ანუ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს გამუდმებით იწერება არის ვიდეო კამერები, რომლებიც გამუდმებით ჩართულია და იწერება მთელი დღის განმავლობაში, მთელი სასკოლო პროცესი არის ჩაწერილი და გაკვეთილი იწერება. ბატონო, გაკვეთილი იწერება? დიახ, გაკვეთილზეც იწერება. შესაბამისად არის ძალიან დიდი უნდობლობა, აი ამ ზუსტად ამ თვალთვალის განცდის გამო, რომ ყოველთვის შეიძლება შენს მიერ ნათქვამი შენს წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული, მასწავლებელთან შეიძლება კონფლიქტში თუ შეხვედი და ბოლომდე სამართლიანი არ ხარ იმის გამო, რომ მასწავლებლებს ათვილად მიუწვდებათ ამ ვიდეო მასალაზე ხელი ან დაზარალებული დარჩეს მოსწავლე და ნუ ეს ყველაფერი როგორც დასაწყისში აღნიშნე, ძაბავს ბავშვების ასე ვთქვათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სკოლაში ყოფნის დროს. ვიდეო კამერების გზეგავლენით ძირითადად. ნუ იყო კიდევ ზუსტად იგივე ასე ვთქვათ პრობლემის შემადგენელი ნაწილი, რომ ადმინისტრაცია იმისდან მიუხედავად რომ ბავშვებმა თქვენ პირდაპირ ფრაზა იყო, რომ ჩვენ მაცნობიერებთ, რომ ისინი ჩვენზე უფროსები არიან, ბევრად მეტი იციან, ბევრად მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მძიმეა, როდესაც ურთიერთობაში ისინი უშუალობის ნაცვლად გამოხატავენ აი თავიანთ პერსონალურ უპირატესობას და სიტყვას არ გვათქმევინებენ ასე შემდეგ და არავის არ აინტერესებს ჩვენი ეს, ნუ ესეც ზღუდავს მათ და სკოლის მიმართ დამოკიდებულების ძალიან მნიშვნელოვან ასე ვთქვათ შემადგენელ ელემენტად იქცევა. ცხადია, იმიტომ რომ ადმინისტრაცია და არა რიგითი მასწავლებელი თუნდაც. ხო, და რაც მნიშვნელოვანია, არ მინდოდა გამორჩენოდა, რომ ეს ვიდეო კამერების მითითება და გარიცხვით მანიპულირება, რაც ვთქვათ სოციალურ სივრცეში იყო განხილული, რომ შიდა განაწესებშიც კი ძალიან მუქარის ფორმით თვითონ ტექსტის ფორმულირებას, როგორც ვიცი, უმრავლესობა ფსიქოლოგები წერდებით, აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ისე შიდა განაწესები ისე არის ფორმულირებული ხშირ შემთხვევაში, რომ თუ ამას მოსწავლე წაიკითხავს, უბრალოდ დაიზარდება, რომ ვაი თუ რაიმე შეცდომა და შეცდომის დაშვების უფლება ბავშვს ფაქტიურად აქვს. ნუ დაყვანილი. რაც შეეხება ხო დისციპლინის კომიტეტის წევრებისადმი უნდობლობა, ნუ ეს აი ფოტოჩკებში შეხედვა იყო უბრალოდ ერთ-ერთი სიმბოლო ამის, ხოლო სხვა შემთხვევაში ისინიც გამოირჩევიან მუქარის შემცველი დამოკიდებულებებით და მითითებებით, რომ ადვილად გაირიცხებიან ბავშვები და ასე შემდეგ და ზოგადად დამადანაშაულებელი დამოკიდებულებით მოსწავლეებისადმი, როგორც ხედავთ, რაც გამოიხატება არა მარტო ბავშვთა ამ პერსონალური კომუნიკაციის დონეზე, არამედ სხვა მრავალ საკითხშიც, როგორც არის, რომ ყოველთვის ფორმალურ ურთიერთობაში რჩებიან, თუნდაც სკოლის გარეთ შეიძლება შეხვდნენ ისინი, იყო ამაზე საუბარი, რომ იქ ხომ აი შეიძლება, რომ დამელაპარაკოს ადამიანებთან მომესალმოს, მაგრამ საკმაოდ ფორმალური რჩება, რომ მათ არ დაკარგონ ის კონტროლი და ძალაუფლება, რაც სკოლებში გააჩნია. ხო, რაც შეეხება ამ იგივე სკოლის კი, ნამდვილად ეგეა და ჩვენ ხო, ამას ალბათ მოგვიანებით შეიძლება საინტერესო იყო. კონკრეტულად ის, რომ კერძო შემთხვევა იყო ასეთი, რომ როდესაც სკოლის დაცვამ ერთ-ერთ მოსწავლეს უხარო ასე მამაშენ ელაპარაკეო, მაშინ როდესაც ამ მოსწავლის მამა იყო გარდაცვლილი, ბავშვი აღმოჩნდა ძალიან სტრესულ მდგომარეობაში, ძალიან რთულ მდგომარეობაში, ისე რომ ნუ ფაქტობრივად ალბათ ეს ფსიქიკური შეტევის მდგომარეობა იყო, როგორც ძალიან უჭარბული სიბრაზე, როდესაც საჭირო გახდა მისი მეგობრების ჩარევა, უბრალოდ განემუხტა სიტუაცია და ნუ შედეგად მიიღეს არაფერი აბსოლუტურად, ის დაცვის წევრი ისევ იქ მუშაობს და ყოველდღე როდესაც ეს ბავშვი მიდის სკოლაში, მისი სახე შეახსენებს ამ სიბრაზეს, რომელიც ამბავს გადააყლაპეს, ასე ვთქვათ. კიდევ იყო ესეთი შემთხვევა, რომ იმის გამო, რომ მასწავლებელი იყო რაღაცა უხასიათოდ, ასე ვთქვათ, როგორც კი შემოვიდა ყველა მოსწავლე, მიხვდა, რომ მასწავლებელი რაღაც არ იყო ისეთი განწყობაზე, როგორც ზოგადად არის. ძალიან პატარა მიზეზით წამოეკიდა კლასს და ეს ვთქვათ, რაღაცა მანიფესტივით იყო, რომ ყველა მოსწავლეს ძალიან პატარა მიზეზის გამო, რომელშიც მონაწილეობდა რამდენი ბავშვი, რომ ცოტა ცელკობდნენ როგორც ჩანს, მთელი კლასი დასაჯა. და უკლებლის უყველას დაუწერა უარყოფითი შეფასება. ნუ რა თქმა უნდა აღმოჩნდნენ რაღაც ეზიკური ბავშვები, რომლებმაც ამაზე თვალი არ დახუჭეს და მიმართეს ადმინისტრაციას, მაგრამ შედეგად მიიღეს აბსოლუტურად არაფერი, იმის და მიუხედავად, რომ მთელი გულით ითხოვდნენ, რომ შედეგები
ეს თვითონ პროცესი ვიდეოთ ენახათ მათ, რომ აი თუ ჩვენი არ გიჯერათ თუ გონიათ რამეს ვაზვიადებთ, მოდით ამოვიღოთ ეს ვიდეო, რაც მიიღეს ცივი უარი, რომ იცით რა არის ესეთ რაღაცები ხდება, ну რაღაც სრული ნორმალიზაცია ამ ფაქტის, რომ უნდა შეეგოთ თქვენ აქ სწავლისთვის დადიხართ და არა სამართლიანობის დასამტკიცებლად. ну ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა იყო. რომ თურმე შესაძლებელია ეს არ მიისწავლო, როცა უსამართლობა ხდება. გარდა ამისა, მინდა რომ პატარა დამატებები გავაკეთო, რაც მართალია ამოვიღეს და იგივე, მაგრამ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეზო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ გოგონას მოყოლის დროს ესე იყო, რომ შენი დედიკო მოვა კრებაზე, ძალიან ლამაზი დედიკო, ხაზი გაუსვეს. და მაშინ ვეკითხე, რომ შეიძლება დაასახელოთ მასწავლებლის სქესი და მასწავლებელი იყო მამაკაცი და ამის შემდეგ ბავშვს თავიდან იყო, რომ არ უნდა საერთოდ შესვლა საკლასო ოთახში, მეგრე როგორც გავაკვირით, რომ მან ოჯახში თქვა ეს, რომ რატომაც ხაზი იყო გასული ამ საკითხზე და სხვა პირების ჩარევის შემდეგ მასწავლებელი ასე ვთქვათ პასუხი გასცეს მასწავლებელს, მაგრამ არა ადმინისტრაციის მხრიდან, არამედ ოჯახის მხრიდან.